რაზე გაბრაზდია? მომწერე მაინც რამე. რაზე გაბრაზდია? მითხარი. ამოჩია, რაზე გაბრაზდია? მითხარი. აიმე. დამირეკე მაინც რა. მერთა დავაღალე მიშობით რა. ეგრე მეცანოთოს რა ბარბარე ცუდად მელაპარაკება, მაგრამ ამბობ რამეს, მითხარი. აი ვამბობ. მეც ვწყვის ეგრე. და რომ მიჩნდე გუში რო გითხარი შეადგა და მე რა გითხარი აღარ შეადგა კიდე შეადა და არ მითქია ეგაზეც აი იმათას გეტყვი მე ჩემ ბრალი არ ამეგითხარი შემოდით ხო და მე არ გამიგდიხარ მე თვითონ წახვედი შენ გაჩიშე მე კი არ გამიტიშია შენ გაბრესტე ხა რა ჩემი ბრალია გათიშვარა შუაშები იმას ამაი რა ქვია შიოდა და მოგატყუეო თუმცა მე რიტო შენ და მე გადასულიყო და იქ ჭამაო რატო არ ჭამაო ბაბავის პარდან რატო არ ჭამაო არ მინდოდა და იმიტომაც იმიტომაც გითხარი ეგრე ხო გადავდივარ წამოვიდა გამარჯობა მე ვარ ბარბარე მიმპასუხე აქ ხარ რაც ხო ბოდიში ისმინე ხოლმე მე სკოლაში მივდივარ და არ დაურეკო ჩემ დედასთან მარიამ შეიძლება ეძინოს და არ დაურეკო და მე რაც ამოვალ მე დაგელაპარაკებ მე თვითონ ხარ ნათი გოჩი კაი არ მცელი წავდი უნდა მცელი კაი წავდი მაქვს მარტო მე ანუ ახლა რა ქვია და ჩემი ბაბა დაიღალა და უნდა დაიძინოს და კაი ამე წავედი თან ჩემ დედასაც უჩდება ტელეფონი კაი წავედი მოვიწყდა ჩემ გარეშე ამ სახელიდან აღარაფერი არ წაიღო მაგაზე ბრასტები და დიდა ჩემის გარეშეც და რა უნდა გითხო დიდა ჩემ არ გითხრა რა ქვია აი რა ქვია დიდა ჩემ არ გითხრა რომ არ წაიღო და ბარბარე გაბრაზდებაო რატო წაიღე ჩემ დაუკითხავად რატო წაიღე თქო მითქიაო რა ქვია ხელი არ მოკიდებს ბარბარე გაბრაზდებაო იქ მითხრა ეხა დედა ჩემო და ეხლა იტყუება ამ ხელა ქალი თუ რა თუ შენ იტყვები აღარ გამიგია რა ქვია იმ ბიჭებს რატო იცავდი და რატო მითხარ რომ შემოგარტყავ მე რა ყრუ ვარ თუ რა არის ნათი ამოდი რა ამოძარდა ჩემს ტელეფონზე ვარბაზი აქ წავედი ბაი ბაი მე გასაგებად გითხარი თუ არ გინდა გადაყარე და თუ არ მოგწონს ვაიმე მძღმერი მე ვარ გიორგი ნათია ტუალეტშია ეს სიტყვა იყო გიორგი მძღნერი რა სიტყვა არის კარგად მესაუბრე რა ცხარის გითხარი შენ ხარ შენი კარადი ვიცი კითხვა დებილი არ ვარ გაჯვი
შენ ცოტა ტონს აუწიე, არ გადამოვიდე მანთორე, გაძახე შენ ძღნერო 1000 რამეს. შენ ნაგაო, შეუზდელო. გარყვნილო ბავშვო. მე გაბრა ანუ ნათია ნელთბილი რო ჩაუდო სიტყვაზე ეხლაო და მე რო გაცივი იქნებაო შეჭამსო? ანუ მუცელი ხო არას ტკივა რაღაცა რა სიტყვაზე? ნელთბილი არ შეიძლება. კაი, ნათი. ამირეკა გამოსაცვლელია და ეხლა მაშინ სხვა ტაშში გადავშან და გადავყრე და ბურთლებს მაინც ჩავყრე და აუ გამოსაცვლელია რა ვქნა მსუყიდულობდი პირველ რიგში შუანაგეზუნა საზუნაზე მე ნახერხსა და მე კიდე საჭმელზე და შენ კიდე არ გიყიდია ნახერხი და არც საჭმელი ბარბარა მე 11 ლარი მეყო სულ ნახერხშიც საჭმელშიც და საზუნაშიც თუ 11 ლარი მქონდა მე რომ იცოდე 8 ლარი მქონდა და დედამ დამიმატა რომ და ეს წყლიშისა თუ ესეთი ადვილი გონია აი არ ვიცი და ეს იმაში რო არ მიგეცა შვილია დურვალე რამდენიც მიეცი ხო გექნებოდა 16 ლარი და იყიდიდი ნახერხსაც და საჭმელსაც წყალისულას ჭირდებოდა მაგას სხვა რამშიც ჩაურსხავდი და დაუმდგავდი ჩვეულებრივად როგორც მოვდგავ ეხლა ნათია ჭკუის სწავლებას მორჩი ჩვენ რაც გვირჩიეს ისე მოვიქეცით და ისე გავაკეთეთ და რაც შეეხება ნახერხს და საჭმელს ვუყიდი და არ ვარ ვალდებული მე აგიხსნა წყლის კონტეინერში რატო დავხარჯე და რატო ნახერხი და საჭმელი არ ვუყიდე სანამ რამე სიტყვი კარგად აფიქრდი სანამ ზაზუნას იყიდიდი ჯერ აკვარიუმი უნდა გიყიდა მერე ნახერხი უნდა ჩაგეყარა მერე სათამაშოები უნდა ჩაგეყარა ნენელა მერე წყლის კონტეინერსაც ჩაუდგავდი და მერე თავისუფლად ჩავსვავდი ზაზუნას და არანაირი პრობლემა არ იქნებოდა და რადგან ბარბარამ ასე მოისურვა ვერაფერს ვერ გავხდი ხო და მეორედ სანამ რამე სიტყვი კარგად აფიქრდი შენზე მეტი ჭკუა კიდევ ჩვენ გვაქვს იჭკუა მაშინ არ დამირეკავდით ხოლმე ყოველდღე რომ რა ეჭმევა ზაზუნას და რა არაო გოგო თუ ხო კაი ხო ბარბარა გირეკავდა ხო მეც დაგირეკე რაღაცა მარა თუ ეხმარები დაეხმარე თუ არა და ნუ წამოაყავედრი ნუ რასოდეს ხო და რაც შეეხება აღარ გვჭირდება შენი დახმარება საერთოდ ფეხი არ მოადგა ჩვენთან არ დაგინახო მასეთ უზდელობას და თავხედობას მე აი ჩემი შვილის თითისტოლა ბავშვებისგან ვერ რავიტან მით უმეტეს დედა შენი ხნისა ვარ თითქმის ხო და უზდელობას და თავხედობას მორჩი ხო მე რაც გითხარი წეღან აღარ დაგინახო აქ არასოდეს არ მოხვიდი არასოდეს ბარბარამაც რომ დაგირეკოს გირეკავდეს და მუხლი ჩოკა გიდგებოდეს არ დაგინახო გაეკარო სათოფეზე შენაირი დაქარი ნამდვილად არ სჭირდება ჩემ შვილს უზდელი თავხედი ჩემმა შვილმა არ წამოგაყვედრი არასოდეს ძალიან მერი რამე გაიმეტა შენთვის და შენ რა გაიმეტე და ამან რა გაიმეტა ღამე ერთი ხედავს თამუნა, ეხა კარგად მომისმინე, მე ამის წინაც გელაპარაკე შენ და ბარბარაც გავაფრთხილე, რომ ნათიას ჩამოშორებოდა, მაშინაც რაღაცეები დაუწყეთ ბავშვს. თუ მეგობრობენ, დედა ხარ მესმის და ბავშვების საქმეში ჯერ ერთი არ უნდა ერეოდე. მეც ძალიან ბევრი რაღაცა ჩავყლაპე ხოლმე და ძალიან ბევრი რაღაცა გავატარე. მაგრამ ეს რანაირი ლაპარაკია ვერ გავიგე რა შეურაცხყოფას აყენებ ჩემ შვილს. ჯერ ერთი ვინ მოხცა მაგის უფლება. მეორეც ეს ერთი პატარაა ჯერ ეს და იმდენ რაღაცებს ეკითხებით, ან ამას საიდან უნდა იცოდეს. გუშინ წინ და გუშინაც გისმენდი, იმდენ რაღაცებს ეკითხებოდით ბავშვს. თუ კითხვა
უნდა კითხოს ზრდასრულს, არათუ ესეთ პატარა ბავშვს და მეორეც ესეთი ბავშვურად რაღაცა გითხრა, ეს საწყენი არ უნდა იყოს. რაც იცის, იმას გეუბნება. დაყვედრება რა შუაშია? თუ ამაზე მეტი ჭკუა გაქვს, მართალი გითხრა. ცუდად არ უთქვამს, თუ ამაზე მეტი ჭკუა გაქვს და ამის დახმარება არ გჭირდებათ, წარამარა ურეკავ და რაღაცებს ეკითხები ხოლმე. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ჩემ შვილს რას შეურაცხყოფებიც მიაყენე ხა ამ ოვოისში. მაგისი ღირსი არ არის ნათია და მეორედ არ დავინახო მსგავსი რაღაცები მოსწერო. არც მადამოვა ნათია და არც ფეხს არ ამოდგავს და ბარბარასაც ესე გადაეცი, არც მისწეროს, არც დაურეკოს. როგორცვე დავინახავ ნათიას ტელეფონზე ან მაგის დანარეკს, ან მაგის მოწერილს, მერე სხვანაირად დაგელაპარაკები იცოდე. აღარ ვაპირებ არაფრის თქმას. კარგად გაიგე და კარგად გაიაზრე. არ ვეკუთვნი იმ დედების კატეგორიას, ბავშვების გულიზე ვინმე შეურაცხყოფა მივაყენო, ან ვინმე რაღაცა ზედმეტი უთხრა, არ ვეკუთვნი მაგნაირ დედებს. კარგად დაიმახსოვრე. ბავშვები არიან, უნდა გაიზარდნონ და ერთმანეთი უნდა შეისწავლონ და ერთმანეთის უნდა ესმოდეთ. თუ არ გინდა რომ შეშვილთან ჩემმა შვილმა იმეგობროს, ამის წინაც გითხარი რომ რაღაცეები დააბრალეს ერთმანეთს და ამის წინაც რაღაცა დაურეკე და შეურაცხყოფები მიაყენე. ბოლო და უკანასკნელი იყოს. აღარ მოვითმენ მსგავს არაფერს. კარგად გაიგე და გაიაზრე. გაიგე, ჩვენ არ დაგვირეკია და გაგვანებეთ აი.